კარგით, მეგობრებო, მოდი დავიწყოთ ჩვენი ვებინარი, დანარჩენებით შემოგვიერთდებიან. დღეს ჩვენ გვესწრებიან წარმომადგენლები თენებლიდან, ვენდორის წარმომადგენლები. Safe, let me introduce you to our audience. Safe Midi, our account manager in Georgia. So please introduce yourself and say greetings to our audience. Thank you, Maiko. So my name is Saif. I am the commercial territory manager, working very closely with 42 Digital with Maiko and the team, looking after Georgia. I'm happy to attend today the webinar. Also, we have our security engineer with us. It's Graham. We both I'm based in the UK. Graham, he's based in Ireland. So we are here to support you if you have any question, and we are happy to join your webinar today. Thank you, Saif. Thank you, Maiko. Ჩვენ დღევანდელი ვებინარის თემა არის Tenable Vulnerability Management-ის პროდუქტი, Tenable-ის პლატფორმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, მაგრამ სანამ უშუალოდ ვებინარის ნაწილზე გადავა და პრეზენტაციის ნაწილზე გადავა, მინდა რამდენიმე პატარა განცხადება გავაკეთო. როგორც იცით და როგორც გახსოვთ, ჩვენი სოციალური ქსელებიდან ნოემბერში Tenable-ს აქვს ძალიან საინტერესო აქცია. Nessus Professionals-ზე და Nessus-ის ექსპერტზე, Tenable-ის ძირითად პროდუქტებზე და იმ შემთხვევაში თუ ჯერ არ ხართ Tenable-ის აქტიური მომხმარებელი და ჯერ ფიქრობთ Nessus Professionals ან Nessus ექსპერტის შეძენას, ნოემბრის ბოლომდე გაქვთ დრო შეიძინოთ ეს პროდუქტი და პროდუქტს მოყვება უფასოდ Tenable-ის ტრენინგი პლუს ლიცენზია, ერთწლიანი ლიცენზიას შემოგთავაზებთ 10 თვის ფასად. პლუს ამას ჩვენ როგორც Tenable-ის Silver Partners 42 Digitals გვაქვს პატარა გათამაშება Tenable-ის პრიზების თვის ბოლომდე ჩვენს LinkedIn-ის და Facebook-ის გვერდზე დააკომენტარეთ პოსტი, Tenable giveaway-ის პოსტი და მონიშნეთ თქვენი მეგობარი და შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი მოგებული. ჩატში გავაზიარებ ლინკებს, როგორც LinkedIn-ის, ასევე Facebook-ის და იჩქარეთ თვის ბოლომდე იქნებ მოასწროთ და გახდეთ გამარჯვებული. ახლა რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელი ვებინარის თემას, დღეს მინდა ვისაუბრო Tenable Vulnerability Management-ზე, მაგრამ სანამ უშუალოდ პროდუქტზე გადავალთ, მინდა მოგიყვეთ კომპანია Tenable-ზე. მე ვახსენე Nessus ექსპერტით და Nessus Professional-ით Tenable-ის ძირითადი პროდუქტები, შეიძლება თქვენ გამოგიყენებიათ კიდევაც ეს მოწვადობის სკანერი, ხო, და შესაბამისად ბუნებრივად ჩდება კითხვა, ხო, თუ Nessus-ის აქტიური მომხმარებელი ვარ, რატომ უნდა გამიჩნდეს სურვილი გადავიდე Tenable Vulnerability Management პლატფორმაზე და რაშია ამ პლატფორმის უპირატესობები. დღეს ვისაუბრებთ როგორც Tenable Vulnerability Management პლატფორმაზე, ასევე Tenable One-ზე, ხო, პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს Tenable-ის ყველა აქტიურ პროდუქტს და მიუხედავად იმისა, რომ Tenable-ის Exposure Management პლატფორმა იქნება დღევანდელი ვებინარის ძირითადი თემა, გააკვირით შევეხებით პლატფორმის სხვა პროდუქტებსაც. Tenable გახავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, 42 Digital, როგორც ვახსენე, Tenable-ის CEO პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგად შევისწავლოთ პროდუქტი, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტური და ნაყოფიერი გამოვიდეს თქვენი მხრიდან ამ ვებინარზეც და ზოგადად გვჭირდება რაც შეიძლება მეტი შეკითხვა და რაც შეიძლება მეტი თქვენი აქტიური და აქტუალური გამოწვევების გაზიარება იმისთვის რომ ერთად მოვუნახოთ solution-ი
თქვენს გამოწვევებს. თანაბლი გახლავთ აღიარებული ლიდერი vulnerability management-ის და exposure management პლატფორმებში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ხო, თანაბლის წამყვან პოზიციებზე არაერთ რეიტინგში და არაერთ შეფასების სისტემით თანაბლი უამრავჯერ გამოვლინდა ინდუსტრიის ლიდერად, თუმცა მარკეტინგულ ნაწილს თავი რო დავანებოთ და თანაბლის რეგალიებს თავი რო დავანებოთ, დავკონცენტრირდეთ იმ კითხვებზე, ხო, რომელზეც გჭირდება გულწრფელი პასუხი, როგორც კომპანიის risk manager-ებს ან კომპანიის vulnerability management პლატფორმების ადმინისტრატორებს, ხო, რამდენად უსაფრთხოდ ვართ, ხო, მიმდინარე პოზიციებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კომპანიის აქტივებში არსებული მოწყობილობები, კომპანიის აქტივებში არსებული რისკები გამოყენებულ იქნას კიბერდამუშავების მიერ და რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ პროაქტიულად შევამციროთ შეტევის ზედაპირი და შევამციროთ exploitable, ანუ პოტენციურად გამოყენებადი მოწყობილობების რაოდენობა. თანაბლის პლატფორმა დღესდღეობით მიეკუთვნება პროაქტიული დაცვის უსაფრთხოების კონტროლების ოჯახს, ესე რომ ვთქვათ, თუმცა თანაბლს აქვს საკმაოდ სერიოზული გეგმები რეაქტიულ ნაწილში გადასვლისას, თუმცა იქ ჯერჯერობით მარტო roadmap-შია თანაბლის და როცა უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, აუცილებლად გაგიზიარებთ ინფორმაციას remediation-ის კუთხით, რა solution-ებს და რა ინსტრუმენტებს შემოგთავაზებს თანაბლი. ზოგადად, შეტევის პროცესი და კომპანიაზე განხორციელებული შეტევები და ასე ვთქვათ, ბრიჩების ინციდენტები შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად, ხო? სანამ მოხდება უშუალოდ შეტევა და შეტევის შემდგომი პერიოდი. სანამ უშუალოდ დავდგებით პრობლემის წინაშე და სანამ შეტევა განხორციელდება, ასე ვთქვათ, ამ ეტაპს შეგვიძლია exposure management-ის ეტაპი უწოდოთ და ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ჩვენი მიმდინარე ინფრასტრუქტურა, გავაანალიზოთ რამდენად კარგად ვართ მომზადებული პოტენციური შეტევისთვის მოწყობილობების ჩამონათვალიდან რამდენი მოწყობილობა პოტენციურად preventable არის, ანუ პოტენციურად რა რისკების გადაფარვა შეგვიძლია და რამდენად სრულყოფილი ხედვა გვაქვს რისკების ბაზაში ჩვენთვის ცნობილი მოწყობილობებიდან და რისკებიდან რეალურად რამდენი რისკის და მოწყობილობის გამოყენება შეგვიძლია, რეალურად რამდენი მოწყობილობისთვის და რისკისთვის არსებობს ექსპლოიტი და რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამ მოწყობილობის გამოყენებას ჩვენს კორპორატიულ ინფრასტრუქტურაზე, ხო? უშუალოდ ბრიჩის მომენტში, ბრიჩის ეტაპზე, ანუ ამას შეგვიძლია პირობითად bridge line ვუწოდოთ, ხო? ამ ეტაპზე, ხო, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე წარსულს ჩაბარდება ხოლმე და ვდგებით React Management-ის ფაზის წინაშე და ამ შემთხვევაში და Bridge Management-ის ფაზის წინაშე და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მარტო დავაიდენტიფიციროთ მიმდინარე შეტევები, მიმდინარე ბრიჩები და მინიმუმამდე დავიყვანოთ, ან ვეცადოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ პოტენციური ზარალი ან არსებული ზარალი, რომელიც მიადგება ჩვენს კომპანიასთან. შესაბამისად, კომპანია თანაბლი გვეხმარება, თავისი პროდუქტებით გვეხმარება, პასუხი გავცეთ, გულწრფელი პასუხი გავცეთ ამ სამ კითხვას და შევაფასოთ რეალურად რამდენად მომზადებული ვართ პოტენციური შეტევისთვის. Tenable vulnerability management პლატფორმა გვთავაზობს კომპანია Tenable-ის
research კომპანია თანაბლის მოგროვებულ და გაანალიზებულ ინფორმაციას, რომელიც გვეხმარება მოწყობილობების და რისკების კონტექსტის გამდიდრებაში, ხო? ანუ ერთია რომ შეიძლება კომპანიაში არსებული მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვებოდეს, მაგრამ დამეთანხმებით რომ ჩვენ არ ვართ მკვლევართა გუნდი, ხო, ანუ და ზოგადად მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის გაანალიზება არ გვაძლევს ინფორმაციას რამდენად რისკის შემცველია და რამდენად ეხება კონკრეტული მოწყობილობის კრიტიკულობა ჩვენი კომპანიის ინფრასტრუქტურასთან. შესაბამისად, თანაბლი ანვითარებს თავის პლატფორმას და თავის პროდუქტებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით აუმწურავი პასუხები მივიღოთ, რამდენად კრიტიკულია და რამდენად აქტუალურია ამა თუ იმ მოწყობილობის გააქტიურება და მიმდინარე შეტევებში გამოყენება ჩვენი კორპორატიული ინფრასტრუქტურისთვის. დღევანდელ დემოზე მე აუცილებლად გაჩვენებ და გაგიზიარებთ თანაბლის ახალ ფუნქციონალს, თანაბლ vulnerability intelligence, რომელიც სტანდარტულ და შეიძლება თქვენთვის ნაცნობ finding-ებთან შედარებით გაცილებით ყოვლის მომცველ პასუხებს გაგცემთ, ხო, უკვე დასმულ კითხვებზე, რამდენად მომზადებული ვართ პოტენციური შეტევისთვის და რამდენად კრიტიკულია ჩვენი კომპანიისთვის აღნიშნული რისკები და რამდენად ვთქვათ სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს კომპანიის vulnerability assessment ჯგუფისგან. ასევე ანუ Tenable vulnerability management-თან ერთად დღევანდელ პრეზენტაციაში მინდა ვახსენო Tenable Cloud Security, ვინაიდან vulnerability management პლატფორმა ფარავს კლასიკურ აქტივებს, ხო, ანუ კომპანიის on-premise აქტივებს და გვეხმარება on-premise ინფრასტრუქტურის მოწყობილობის მართვაში, თუმცა დამეთანხმებით რომ დღესდღეობით cloud-ში მიგრაცია და cloud სერვისების გამოყენება სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და შესაბამისად გვჭირდება ინსტრუმენტი, რომელიც დაფარავს იმ ბრმა წერტილებს იმ ინფრასტრუქტურის იმ ნაწილს, რომელიც ასევე ახდენს კომპანიის შეტევის ზედაპირზე შესაბამის ზეგავლენას და პლუს ამას cloud ინფრასტრუქტურისთვის დამახასიათებელი მოწყობილობები განსხვავდება კლასიკური on-premise ინფრასტრუქტურიდან, ვინაიდან cloud-ში, ანუ უმეტესობა მოწყობილობების და უმეტესობა რისკების უკავშირდება არასწორ კონფიგურაციას ან სიტყვაზე მოხმარებლისთვის ზედმეტი პრივილეგიების მინიჭებას, ასევე ანუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის ეს ცნებები, როგორც არის ავტომატიზაცია, DevOps-ი, ასევე infrastructure as a service გამოყენება და შესაბამისად რაც უფრო დახვეწილი და რაც უფრო მრავლის მომცველი იქნება ჩვენი კორპორატიული ინფრასტრუქტურა, პარალელურად ავტომატურად იზრდება შეტევის ზედაპირი და შესაბამისად ამ ტიპის აქტივებისთვის, ამ ტიპის პლატფორმებისთვის გვჭირდება პროდუქტი, რომელიც დაფარავს ამ რისკებს და გაუკეთებს ამ რისკებს შესაბამის კონტექსტუალიზაციას. Tenable vulnerability management-ი, ანუ გახლავთ Tenable-ის პროდუქტების ერთ-ერთი შემადგენელი და ძირითადი პლატფორმა, თუმცა როგორც ვახსენე, გარდა vulnerability management პლატფორმისა, Tenable-ის პლატფორმის პორტფელში ასევე გვაქვს identity exposure-ი, პროდუქტი, რომელიც ფარავს Active Directory-ასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს და რისკებს. Tenable-ს აქვს cloud security-ისთვის განკუთვნილი პროდუქტი, ასევე უამრავი სერვისი, რომელიც გვახმარებს Tenable-ის სპეციალისტების გუნდის ანალიტიკას და ისევ საშუალებას გვაძლევს
მოვახდინოთ ჩვენი ადამიანური რესურსის ეკონომია და დროის ეკონომია, ვინაიდან დროის ფაქტორი ყველაზე კრიტიკულია, როცა საქმეა კომპანიის რისკებზე და პოტენციურად exploitable პოტენციურად გამოყენებად მოწყობილობებზე. ასევე მინდა შევეხო Tenable-ის product lines, ხო, ანუ ჩემს პრეზენტაციაში შეიძლება ეს პროდუქტები, ეს ინსტრუმენტები თქვენთვის ცნობილია ძველი დასახელებებით, თუმცა დღესდღეობით Tenable გვთავაზობს Tenable Vulnerability Management-ს cloud management platform-ით, cloud პლატფორმას მოწყობილობის სამართავად და მოწყობილობის ეფექტური პრიორიტიზაციისთვის Tenable Security Center იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც on-premise ფაქტორი ჯერ კიდევ კრიტიკულად რჩება და გადამწყვეტად რჩება, web application scanning-ი, Tenable Lumini უფრო დახვეწილი და მრავალმომცველი ანალიტიკისთვის, attack surface management-ი, identity exposure-ი, ხო, როგორც ვახსენე, Active Directory-esთან დაკავშირებული მოწყობილობების გასაანალიზებლად და Active Directory-ზე პოტენციურად განსახორციელებელი შეტევების დროულად გამოსავლენად, Tenable OT Security, Cloud Security და Tenable Nessus-ი, ანუ Tenable-ის ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტი network-სგან. პრინციპში, ანუ ამით თეორიულ ნაწილს ვრჩები და მინდა გადავიდე უშუალოდ დემოს ნაწილზე. დემოზე გაჩვენებთ კონკრეტულად რა შეუძლია Tenable-ის პლატფორმას და თუ Tenable Vulnerability Management-ის არსებული მოხმარებელი ხართ, შეიძლება გაგიზიაროთ ისეთი ინსაიტები, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ საქმიანობაში და რომელიც დაგეხმარებათ მოწყობილობების და რისკების უფრო სწორ და ეფექტურ პრიორიტიზაციაში. კარგით. გადავიდეთ დემოს ნაწილზე. და მე მინდა გაგიზიაროთ Tenable Vulnerability Management პლატფორმა, ხო, Tenable, რომელიც ჩაშენებულია და წარმოადგენს Tenable One-ის პლატფორმის ნაწილს. დავაპატარებ. კარგით, ანუ Tenable Vulnerability Management-ი და პირველი რისი განხილვაც მინდა finding-ებთან მუშაობა, ხო, ანუ აღმოჩენილ რისკებთან და მოწყობილობებთან მუშაობა და ასევე Tenable VPR score-ის და CVSS score-ის შედარება. კომპანია Tenable ცნობილია როგორც vulnerability prioritization rating-ის შემქმნელი კომპანია. Vulnerability prioritization rating-ი ან VPR score-ი გვეხმარება მოწყობილობების და რისკების დავაგებაში და პრიორიტიზაციაში კრიტიკულობის მიხედვით. ცნობილია, რომ მოწყობილობების შეფასება, მხოლოდ პირველად შეფასება ხდება CVSS score-ის მიხედვით, თუმცა ის გამოწვევა და ის ნაკლოვანება CVSS score-ის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით, CVSS score-ი სტატიკური სკორია, სტატიკური შეფასების სისტემა, ანუ უმეტესობამ, ანუ აღმოჩენილი მოწყობილობების შეფასებულია მაღალი კრიტიკულობის ან high and critical სტატუსით, პლუს ამას მიუხედავად იმისა, რომ CVSS score-ის შედგენაში საკმაოდ
ბევრი პარამეტრი გამოყენებული, მაგალითად არსებობს თუ არა მოწყობილობისთვის exploit-ი, თუ არსებობს რამდენად მზარის exploit-ი, რამდენად ვთქვათ mature exploit-ია, პლუს ამას CVSS სკორის განგარიშებისაც გათვალისწინებულია რამდენად ახდენს ეს ამ მოწყობილობის რამდენად შეუძლია ამ მოწყობილობის გამოყენებას ზეგავლენა მოახდინოს confidentiality, integrity და availability კომპონენტებზე, ანუ ამ კუთხის გვატყვის ანალიტიკას, თუმცა ისევ და ისევ შეიძლება დროთა განმავლობაში CVSS სკორმა თავისი აქტუალურობა დაკარგოს და შესაბამისად შეცდომაში შეგვიყვანოს severity-ის მაჩვენებლით, ხო, ანუ ვინაიდან როგორც აღნიშნე, ხო, ანუ severity-ის კუთხით CVSS-ის შეფასებული მოწყობილობების უმეტესობა critical ან high score სკორის მატარებელი არის. მოდით ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი. ანუ ახლა ვიმყოფებით Tenable-ის demo პლატფორმაზე, სადაც საკმაოდ ბევრი source-ი გვაქვს ჩაბმული, ხო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურაში, სხვადასხვა ტიპის აქტივი და ჯამში finding-ებში აგვესახება თითქმის 51,000 მოწყობილობა. მოდით გავფილტროთ მოწყობილობები severity-ის მიხედვით და დავტოვოთ მარტო critical და high severity-ის მქონე მოწყობილობები. ხედავთ, რომ მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, ხო? ანუ 51,000-დან ჩამოვედით 36,000-ზე, უხეშად რო ვთქვათ, თუმცა ანუ რომ წარმოვიდგინოთ ამ მოცულობის მოწყობილობების გაანალიზების აუცილებლობა, ხო, და ჩასატარებელი სამუშაოები რო შევაფასოთ, 35,000 მოწყობილობა მაინც და მაინც პატარა რისკი არ არის და პატარა ძალისხმევას არ მოითხოვს. მოდით ვცადოთ vulnerability priority rating-ის მიხედვით, VPR score-ის მიხედვით დავალაგოთ იგივე მოწყობილობები, ხო, severity score დროებით მოვშალოთ, ჩვენს ფილტრში დავამატოთ VPR score-ი. და გავფილტროთ ყველა მოწყობილობით, რომლის სკორი მეტია ან უდრის 8-ს, ხო? ანუ Tenable-ის შეფასებით 8-დან უკვე კრიტიკული და high მოწყობილობები იწყება, ну და შესაბამისად პრიორიტიზაცია და აქტიური ქმედებები, remediation ქმედებები უნდა დაიწყოთ ამ ტიპის მოწყობილობებიდან. გავაქტიუროთ ფილტრი და ვხედავთ, რომ 36,000-დან მოწყობილობის რაოდენობა ჩამოვიდა 8,400-ზე და შესაბამისად ამ scope-ზე, ამ რაოდენობაზე მუშაობა და remediation-ის სქემის და remediation გეგმის განხორციელება გაცილებით უფრო მარტივია და ნაკლებ დროსაც მოითხოვს, ხო? ნაკლებ დროს და ადამიანურ რესურსს. ანუ ასევე კიდევ ერთი საინტერესო მიგნება, რაც შეიძლება ნახოთ და შეიძლება არ მიიქცევიათ ყურადღება, severity-ის მიხედვით, რომ დავალაგოთ მოწყობილობები, ვნახავთ ამჯერ IP-ების მიხედვით დავალაგე და მე დავაჭერ severity-ის. severity-ის მიხედვით თუ დავალაგებთ მოწყობილობებს, ვნახავთ, რომ medium
სკორის მქონე, ხო, CVSS სკორის მიხედვით შეფასებული მოწყობილობები, medium სკორის მქონე მოწყობილობებიც შეიძლება მაღალი ალბათობით, მაღალი პოტენციალის მატარებელი მოწყობილობა იყოს და მაღალი ალბათობით პირველ რიგში მისახედი მოწყობილობების სიაში მოხდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ VPR სკორის დინამიურობა გვეხმარება მუდამ აქტუალური ინფორმაციის დამუშავებაში, ხო, და შესაბამისად VPR სკორის განახლებასთან ერთად ჩვენ ვიღებთ აქტუალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად სწრაფად და რამდენად სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. კარგით, ეს სხვაობა ვნახეთ. ახლა კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. Tenable Vulnerability Management პლატფორმასთან ერთად, თუ გამოვიყენებთ Tenable Luminis სერვისებს, ან Tenable Vulnerability Management-ს თუ გამოვიყენებთ Tenable One-ის შემადგენელი კომპონენტის როლში, VPR და CVSS სკორის გარდა, ჩვენ გვემატება Asset Criticality Rating-ი და ასევე Asset Exposure Scoring. რაც ნიშნავს, ეს ორი შეფასების პულია, ეს ორი შეფასების სისტემა. VPR რეიტინგის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს უშუალოდ მოწყობილობების შეფასებასთან, ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა, ხო, რომელ აქტივთან მიმართებაში კრიტიკული ეს მოწყობილობა, ხო, ასე ვთქვათ, VPR სკორი უფრო ზოგადია და თქვენი ინფრასტრუქტურის სპეციფიკაზე შეიძლება ნაკლებად იყოს მორგებული. Asset Criticality Rating-ი შეფასების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო VPR სკორს, არამედ რომელი ტიპის აქტივზეა, რომელი ტიპის ხოსზე აღმოჩენილია კონკრეტული მოწყობილობა, ხო? დამეთანხმებით, რომ მონაცემთა ბაზა და print server-ი უთანამრო პირობებშია და სიტყვაზე printing server-ის printing server-ზე განხორციელებული შეტავა ნაკლებად კრიტიკულია და ნაკლები ზიანის მომტანია, ვიდრე მონაცემთა ბაზის კომპრომიტაცია და მონაცემთა ბაზაზე განხორციელებული შეტავა. აქედან გამომდინარე, მსგავსი პრიორიტიზაცია გვეხმარება რისკების დავაგებაში და რისკების პრიორიტიზაციაში არა მარტო მოწყობილობის წრიში, არამედ თქვენს ინფრასტრუქტურაში არსებული აქტივების კრიტიკულობიდან გამომდინარე. კარგით, მოდით განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე, ხო, რისი დანახვა შეგვიძლია, ხო, კონკრეტული მოწყობილობის შეფასების დროს, ხო, რა ინფორმაციას გვაწვდის Tenable-ის პლატფორმა, ცოტა ვაპატარებ. ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ რომელი აქტივია, ხო, რომელ აქტივზე აღმოაჩინეთ მოწყობილობა, ამოწორავ ინფორმაცია აქტივის შესახებ, ხო, IP მისამართი, ოპერაციული სისტემა, სისტემის ტიპი, ხო, რა დანიშნულებით ვიყენებთ ამ სისტემას, public-ი არის ეს სისტემა თუ არა, ხო? ასევე, დამატებით ინფორმაციაში შეგვიძლია ვიხილოთ, რომ რამდენად ინტენსიურია ამ მოწყობილობის არსებობა თქვენს ინფრასტრუქტურაში, ხო, პირველად როდის აღმოაჩინეთ ეს მოწყობილობა, first seen პარამეტრი, ბოლოს სკანირების დროს იქნა თუ არა ეს მოწყობილობა აღმოჩენილი, ხო, და ავტომატურად, ეს მაჩვენებლები მიგვითითებს იმაზე, ჩავატარეთ თუ არა remediation სამუშაოები, მოვიმოქმედეთ რამე თუ არა იმისთვის, რომ
რომ აღნიშნული საფრთხე, აღნიშნული რისკი გადაფარვა. ასევე ანუ საინტერესო კომპონენტი source-ი, რომელიც წყაროდან გავიგეთ მოწყობილობის შესახებ, ანუ source-ებში გვაქვს სამი ალტერნატივა. Nessus სკანერი, ანუ Nessus Professional-ი, რომელთანაც ხშირად გვაქვს შეხება და რომელიც ჩვენ ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტია, თუმცა თენებლის პროდუქტებში, თენებლის სენსორებში ასევე მინდა აღვნიშნო Nessus აგენტი, lightweight agent-ი, რომელიც ყენდება უშუალოდ ხუსტზე და Nessus Network Monitor, Nessus სკანერთან შედარებით რა უპირატესობა აქვს Nessus აგენტის გამოყენებას. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენს ინფრასტრუქტურაში არსებულ ხუსტზე, თქვენს ინფრასტრუქტურაში არსებულ აქტივზე გაქვთ პროგრამული უზრუნველყოფა, მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა ან ვადა გასული პროგრამული უზრუნველყოფა, ლიცენზიას ვადა გავუვიდე, მაგრამ აგენტი არ წაგიშლიათ, ან სიტყვაზე აქტიურად არ იყენებთ კონკრეტულ აპლიკაციას, ხო? ქსელური სკანირების დროს ასეთი აპლიკაცია თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩება, ვინაიდან ეს აპლიკაცია არ გადის კავშირზე ინტერნეტთან, თუმცა ეს არ გამორიცხავს რისკს იმისა, რომ თუ თქვენი ხუსტი, თუ თქვენი აქტივი თუ თქვენი აქტივის კომპრომენტაცია მოხდა და კიბერდამნაშავე მოიპოვა წვდომა, დისტანციურ წვდომა თქვენს აქტივზე, ამ აპლიკაციის მოწყობილობებს კიბერდამნაშავე არ გამოიყენებს. შესაბამისად, გვაქვს ფარული ბომბი, ფარული საფრთხე, ანუ ასეთი ტიპის სოლტების მხარეს და შესაბამისად Nessus აგენტი გვეხმარება shadow IT-ის ნაწილის დაფარვაში და ისეთი მოწყობილობების აღმოჩენაში, რომელიც ქსელური სკანირების დროს შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ასევე Nessus Network Monitor-ი, თენებლის კიდევ ერთი სენსორის ტიპი. Nessus Network Monitor-ი წარმოადგენს ტრაფიკის პასიური სკანირებისთვის განკუთვნილ სენსორს, რომელსაც შეუძლია ტრაფიკის ანომალიები აღმოაჩინოს და პლუს ამას real time რეჟიმში, ანუ რეალურ დროში დაგირეპორტოთ ქსელში დამატებული აქტივები, ანუ შესაბამისად shadow IT-ის და აღრუსთავი ასეტების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაში გეხმარებათ Nessus Network Monitor. და ასე ვთქვათ, სხვადასხვა სენსორების გამოყენების დროს მოწყობილობების აღმოჩენის და აქტივების სკანირების დაფარვის არეალი, ანუ ფართოვდება და ასე ვთქვათ, blind spot-ები დავყოს მინიმუმამდე. თუმცა იმის თქვა მინდა, რომ Nessus სკანერი და Nessus აგენტი ერთმანეთს ავსებს და არ გამორიცხავს, ანუ ერთმანეთის ასე ვთქვათ, ერთმანეთის დამხმარე საშუალებები გახოთ იმისთვის, რომ შეტევის ზედაპირი აუმწურავად აღწეროთ და ყველა მოწყობილობის შესახებ კონდეს ინფორმაცია ცენტრალიზებულ მენეჯმენტ კონსოლში. კარგით, ასევე რა არის საინტერესო ჩვენთვის, კონკრეტულ finding-ში შეგვიძლია ვნახოთ vulnerability priority rating-ი, შეგვიძლია ვნახოთ asset criticality rating-ი, ამ შემთხვევაში თენებლი გვაძლევს recast-ის საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინფრასტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება კონკრეტული ასეთი, რომელიც ზოგადი ნიშნებით, კრიტიკულ აქტივებს არ მიეკუთვნება, თუმცა თქვენ თვლით, რომ თქვენი ორგანიზაციისთვის, თქვენი ინფრასტრუქტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქტივია და შეგიძლიათ ეს რეიტინგი ხელით ჩაასწოროთ და მიაწეროთ კომენტარები, რატომ შეიცვალა თენებლის მიერ მინიჭებული სკორი და შემდეგ უკვე იხელმწიფოთ ახალი recast-ით სკორი.
vulnerability information-ს რაც შეეხება, vulnerability information-ში შეგვიძლია ვნახოთ, severity score, შეგვიძლია ვნახოთ exploitability, არსებობს თუ არა, აღნიშნული მოწყობილობისთვის exploit-ი, თუ არსებობს რამდენად mature, რამდენად სრულყოფილი და რამდენად დახვეწილი exploit-ია. Exploit-ის ტიპის ნახვაც შეგვიძლია, მაგალითად exploited by malware, remotely exploitable, low complexity, easy to use, widely available. ეს 4 ესე ვთქვათ პარამეტრი, რითაც შეგვიძლია exploit-ების შეფასება, გვეხმარება პრიორიტიზაციის ამოსანაში და რისკის კრიტიკულობის დადგენაში. ასევე exploitability phase, ფაზა exploit-ის ხელმისაწვდომობის, ასევე რა ტიპის remediations გვთავაზობს თანაბლი და ზოგადად ამ ტიპის მოწყობილობისთვის რა ინსტრუმენტები და გადაფარვის გზები არსებობს. რა პროტოკოლით შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მოწყობილობის გამოყენება და მოწყობილობის დაექსპლოიტება და ეს ისე ვთქვათ ზოგადად ცნობილი ინფორმაცია, რომელსაც თანაბლი იყენებს third party წყაროებიდან. უშუალოდ VPR score, თანაბლის დაპატენტებული ტექნოლოგია და დაპატენტებული შეფასების კრიტერიუმი, key driver-ები, რა განსაზღვრავს ამა თუ იმ VPR score-ს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ, რამდენად ახალი ეს მოწყობილობა, რამდენი ხნის წინ აღმოაჩინეს, რამდენად ინტენსიურია აღნიშნული საფრთხის გამოყენება და თანაბლი საკმაოდ აქტიურად ჩართულია რესურსის პროცესში და თანაბლის გუნდი აქტიურად ადევნებს თვალს როგორც სოციალურ მედიას, ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროში აქტუალურ პუბლიკაციებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად გამოყენებია ვინმეს აღნიშნული მოწყობილობა რომელიმე შეტევაში, თუ გამოყენებია რა გზებით გამოყენებია მიყენებული ზარალის კუთხით, რამდენად რისკის და საფრთხის შემცველია ესა თუ ის მოწყობილობა და ამ ინფორმაციას, ამ ანალიტიკას თანაბლი გვიზიარებს VPR score-ის მეშვეობით. ასევე შეგვიძლია ვნახოთ product coverage, ამ შემთხვევაში რამდენ უნიკალურ პროდუქტში აღმოჩენილია და უბრალოდ რამდენი უნიკალური პროდუქტის ექსპლუატირებაში შესაძლებელია ამ მოწყობილობის გამოყენება და ასევე შეგვიძლია ვნახოთ plugin detail-ები, თანაბლის შემთხვევაში თანაბლს გააჩნია 200,000-ზე მეტი პლაგინი, სხვა ტიპის საფრთხეზე და სხვა ტიპის მოწყობილობაზე მომართული, თუმცა vulnerability management-ი და NESO სკანერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული ოპერაციული სისტემისთვის, კონკრეტული ვერსიისთვის ან კონკრეტული აპლიკაციისთვის გამოყენებადი პლაგინები გამოვიყენოთ და ესე ვთქვათ, არ გამოვიწივიოთ ქსელის overload-ი სკანირების პროცესში. კარგით, ეგ რაც შეეხება კონკრეტულ finding-ებს და risk information-ი, ის ინფორმაცია, რომლის მიღება შეგვიძლია CVSS score-ის შეფასებით, CVSS score-ზე ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, სტატიკური შეფასების კრიტერიუმია და სტატიკური ფაქტორია, CVSS score-ში საკმაოდ ბევრი საინტერესო კომპონენტია, რის მიხედვითაც მოწყობილობები და რისკები ფასდება, ასე ვთქვათ, კორპორატიულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო ზეგავლენის კუთხით.
და ანუ მეორე პრაქტიკული მაგალითის ჩვენება მინდა თქვენთვის finding-ებში ჩვენ ასე ვთქვათ შეგვიძლია finding-ების ბურდის კასტომიზაცია და ჩვენს ინტერესებს მორგება, ხო, ანუ მარტო იმ ველების და მარტო იმ კოლონების გამოტანა, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა, თუმცა ანუ Tenable-ს ასევე საკმაოდ მოქნილი advanced filter-ების ინსტრუმენტი გააჩნია, რომელიც გვეხმარება Tenable-ის ინსტრუმენტების და Tenable-ის პლატფორმის ჩაშენებულ ფუნქციონალთან ერთად ჩვენთვის აქტუალური და ჩვენთვის გამოსადეგარი ასე ვთქვათ მონაცემები გამოვიტანოთ და Tenable-ის advanced filter-ები და query-ები, ხო, რომელიც საკმაოდ მოქნილია და უსაფრთხოების ანალიტიკოსებს ეხმარება პრიორიტიზაციის პროცესში, ანუ მინდა ამ ფუნქციონალის ჩვენება CVSS score-დან გამომდინარე, remediation analytics პარამეტრით, ანუ არსებობს თუ არა კონკრეტული მოწყობილობისთვის fix-ი, ანუ ამ პარამეტრის მიხედვით შევაფასოთ ჩვენ კრიტიკული მოწყობილობები და ამ პარამეტრების მიხედვით შევადგინოთ remediation game. როგორც ვნახეთ, ხო, ანუ Tenable vulnerability management პლატფორმის ფილტრებში, ხო, შეგვიძლია დავამატოთ ჩვენთვის აქტუალური და ჩვენთვის საინტერესო ფილტრები და თუ ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ჩვენ CVSS version 2 temporal vector გვაინტერესებს და CVSS version 3 temporal vector გვაინტერესებს. თუ არ გვაქვს ჯერ დამატებული. Temporal score, temporal vector. კი ბატონო. ამ ორი ფილტრის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ანუ ჩვენ შეგვიძლია მოვუძებნოთ აღმოჩენილი მოწყობილობისთვის, ხო, ანუ ქსეულის სკანირების გზით მოპოვებული მოწყობილობისთვის არსებობს თუ არა ფიქსი და ჩვენ ხო version 3-ის შემთხვევაში გამოვიყენოთ ეს ფილტრი და version 2-ის შემთხვევაში real life official fix. გამოვიყენოთ ეს ფილტრი. ნახოთ როგორ აისახება, ხო, ანუ ფილტრის დამატება ჩვენთვის ასე ვთქვათ ჩვენი მოწყობილობების სურათზე, ასევე ანუ ასევე შესაძლებელია და საინტერესო იქნება, ხო, ანუ VPR score-ის პარამეტრის დამატებას, ხო, ანუ ჩვენ ანუ severity-ში შეგვიძლია მარტო high და critical დავტოვოთ. უფრო შევამციროთ მოწყობილობების რაოდენობა. დავამატოთ VPR-ის ფილტრი, ხო, როგორც პირველ შემთხვევაში ახლაც მაღალი VPR-ის მაღალი მაჩვენებლის მქონე მოწყობილობები გვაინტერესებს და ვნახეთ რომ ხო 50,000-დან დავიყვანეთ მოწყობილობების რაოდენობა 7,500-მდე, ხო, და ანუ გარდა ამისა, ხო, ჩვენ შეგვიძლია ესე ვთქვათ Tenable-ის მიერ, ხო, შემოთავაზებული query-ის და შემოთავაზებული ფილტრის რედაქტირება. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიტანეთ CVSS V2-ის
მეორე ვერსიის მიხედვით, ხო, ანუ ისეთი მოწყობილობები, რომლისთვისაც არსებობს ფიქსი, ასევე CVSS V3-ის ვერსიით, ხო, ანუ ფიქსიანი მოწყობილობების რაოდენობა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია and condition-იც მაგევრად გამოვიყენოთ or condition-ი და ვნახოთ, ანუ ამ შემთხვევაში რაოდენობა გაიზრდება. ამ შემთხვევაში 2 უნდა ჩავსვათ აქ. დავარედაქტიროთ ჩვენი ფილტრი. ამ შემთხვევაში ხო მოწყობილობების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ანუ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ხო, ну ის და შევადგენოთ სამოქმედო გეგმა რეალურად იმ მოწყობილობების ჩამონათვალის მიხედვით, ხო, რომელი მოწყობილობისთვისაც არსებობს ფიქსი და რა ფიქსის გამოყენებაც შეგვიძლია. გარდა ამისა, ну მინდა ექშენების გვერდს დავუბრუნდე, ხო, ну ჩვენ ასე ვთქვათ, finding-ების გვერდიდან ასევე შეგვიძლია remediation გეგმის შედგენა და ვინაიდან თანაბლის პლატფორმას როგორც წესი რამოდენიმე მომხმარებელი ყავს, remediation-ის და remediation გეგმის განხორციელება შეგვიძლია მივაესაინოთ ამა თუ იმ მომხმარებელს, თანაბლის პლატფორმის ამა თუ იმ მომხმარებელს, ან ამა თუ იმ ანალიტიკოს. კარგით, ეგ რაც შეეხება finding-ების კუთხით, ხო, რისი ჩვენება და შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია დავალაგოთ როგორ შეგვიძლია დავალაგოთ, ასე ვთქვათ, მოწყობილობები მიმდინარე სტატუსის მიხედვით. როგორც შეგვიძლია ახლა გაგიზიარებთ Tenable-ის შედარებით ახალ ინსტრუმენტს, vulnerability intelligence-ის სახით, ანუ vulnerability intelligence წარმოადგენს Tenable-ის პლატფორმას, სადაც დაჯგუფებულია, ასე ვთქვათ, მოწყობილობები, CVE-ები, ხო, ანუ სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, ხო, ანუ emergence threat-ი, ხო, ანუ ყველაზე აქტუალური და ყველაზე კრიტიკული საფრთხის შემცველი მოწყობილობები და ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღება მისაქცევი პარამეტრია how does this affect me, ხო, ანუ მოგვეპოვება თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, უბრალოდ ამ მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ჩვენ სისტემაში და არსებობს თუ არა მსგავსი კრიტიკული emerging threat-ი ჩვენ სისტემაში, ამ შემთხვევაში Tenable-ის პლატფორმაზე finding-ებში და დაზიანებულ affected დაფარულ ასეტებში მსგავსი მოწყობილობა არ მოიძებნება, თუმცა ანუ შეგვიძლია ვნახოთ სხვა პარამეტრების მიხედვითაც დაჯგუფებული მოწყობილობები, მაგალითად CISA, known exploited მოწყობილობები, ხო, ანუ CISA-ს კატალოგში აღწერილი მოწყობილობები, რომელსაც ასე ვთქვათ, პირველ რიგში ყველაზე მეტი ყურადღება ჭირდება, ყველაზე მეტი ყურადღების მიქცევა ჭირდება და ну how does this affect me? ანუ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აღნიშნული მოწყობილობები, ხო, აღნიშნული CVE-ები
გამოჩნდა 1268 finding-ში და გვაქვს 350 ასეთი, რომელსაც ეს მოწყობილობა ასე თუ ისე, რომელსაც ეს მოწყობილობა ასე თუ ისე აქტუალურია. და ანუ შესაბამისად, my-affected asset-ში, ანუ შეგვიძლია ვნახოთ დეტალურად და ჩავშალოთ ჩავშალოთ რა ანუ პლაგინების მიხედვით, ხო, რომ პლაგინმა აღმოაჩინა რა ტიპის მოწყობილობაა და რა რისკის შემცველია და პლუს ამას, ანუ თანაბლის პლატფორმაში ასევე აქტიურად შეგვიძლია თეგების გამოყენება და თეგების მეშვეობით აქტივების ან რისკების ან მოწყობილობების დაჯგუფება ისე, რომ სწრაფად და ეფექტურად გამოვიყვანოთ ჩვენთვის საჭირო და ჩვენთვის აქტუალური ანალიტიკა თანაბო vulnerability management-ის dashboard-ზე. ასევე ანუ სხვა პარამეტრებსაც მინდა შევეხო, ხო, ანუ top 50 VPR-ი, ხო, ანუ ზოგადად თანაბო research team-ის მოკვლევით, ხო, ანუ ყველაზე კრიტიკული მოწყობილობები, ყველაზე მაღალი VPR რეიტინგი და VPR სკორით. შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი სისტემისთვის რამდენად აქტუალურია ეს საფრთხე და რამდენად აქტუალურია ეს რისკი. Recently actively exploited, ანუ ბოლო 30 დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად გამოყენებული მოწყობილობები, ხო, ყველაზე მასშტაბიან შეტევებში და ყველაზე ასე ვთქვათ მეტი რისკის შემცველ საფრთხეებში ან პოტენციურ შეტევის ვექტორებში, ანუ ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვნახოთ რამდენად აისახება და რამდენად აქტუალურია ჩვენთვის ეს საფრთხე. Persistently exploited, ხო, ანუ ისეთი მოწყობილობები, რომელიც შეიძლება უკვე ანუ შეიძლება დაძველებულად ჩაითვალოს, თუმცა მაინც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გამიზნულ შეტევაში, ransomware კამპანიებში ან malware კამპანიებში და შესაბამისად მსგავსი მოწყობილობები ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვენ. და ანუ ეს ბოლო ორი კომპონენტი ჩემი აზრით ყველაზე უფრო ყურადღება მისაქცევი. ანუ ransomware კამპანიებში აქტიურად გამოყენებული მოწყობილობები, ანუ ransomware შეტევების კუთხით შეფასებული და დახარისხებული მოწყობილობები, რამდენად მოგვეპოვება ინფორმაცია ასეთი მოწყობილობების არსებობის შესახებ ჩვენ სისტემაში. ანუ ისევ და ისევ ანუ ზოგადი მოკვლევა და ზოგადი ინფორმაცია შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო იყოს, მაგრამ ანუ სამოქმედო გეგმის შედგენის დროს კრიტიკულია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში აქტუალურია ეს საფრთხე თუ არა, არის თუ არა რისკის შემცველი თუ არა და შესაბამისად ვთქვათ ისევ და ისევ კონტექსტით გავამდიდროთ ზოგადად ცნობილი და ზოგადად გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში და ბოლო ხო, ну ახლად აღმოჩენილი მოწყობილობა, ამ შემთხვევაში, ну ტრადიციულად ითვლება, რომ რაც უფრო ახალია მოწყობილობა, მით უფრო მეტ საფრთხეს და რისკს შეიცავს, თუმცა ზოგ შემთხვევაში მივიწყებული და ძველი მოწყობილობებიც შეიძლება პრობლემის და საკმაოდ დიდი რისკ ფაქტორი შემცველი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ მოწყობილობის შესწავლა და მოწყობილობისთვის ექსპლუატაციის გზების მოკვლევა საკმაოდ თქვათ დიდხნიანი პროცესი შეიძლება იყოს და ძველ მოწყობილობებზე ეს დაგროვებული ინფორმაცია და ეს დაგროვებული ცოდნა შეიძლება კიბერდამნაშავის სასარგებლოდ იმოქმედოს.
კარგით, ანუ vulnerability intelligence-ის კუთხით მთავარია, რაც ასე ვთქვათ, რისი დამახსოვრება გვჭირდება და ასე ვთქვათ, რატომ გავამახვილე ყურადღება ამ ფუნქციონალზე. ანუ ერთი Tenable Research Team-ის research team-ის მიერ მუდმივად ახდება ეს მონაცემი და ანუ Tenable Research Team-ის მოკვლევა, ხო, ანუ ჩვენი ორგანიზაციის სამსახურშია, ხო, ანუ შეგვიძლია ვნახოთ, რამდენად აქტუალურია ჩვენთვის ესა თუ ის საფრთხე, ასევე ანუ შეგვიძლია დეტალურად ვნახოთ finding-ებში და აქტივებში, ხო, კომპანიის აქტივებში, ანუ რამდენად რისკიანი ეს საფრთხე, ანუ ეს ამ მოწყობილობისთვის არსებობს თუ არა, ხო, remediation გზა, ვინაიდან Tenable, ანუ გარდა ვენდორის მიერ შემოთავაზებული ინფორმაციისა და ვენდორის წყაროებისა, გვთავაზობს გარკვეულ workaround-ებს და ცოდნის ბაზას, knowledge base იმისთვის, რომ გავუკლავდეთ მოწყობილობასთან დაკავშირებულ რისკს, ვინაიდან ცნობილია, რომ პაჩის დაყენება ყოველთვის შეიძლება ეფექტური გამოსავალი არ იყოს, მაღალი პრივილეგიების მქონე აკაუნტები შეიძლება იგივე მოწყობილობა და სისუსტეს ჩაითვალოს, ან რისკ ფაქტორად, ან სიტყვაზე კონფიგურაციის უზუსტობა, ხო, რომლის შეფასება და რომლის აღმოჩენა შეიძლება საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდეს კომპანიისთვის, ვინაიდან ყველა კომპანიის ინფრასტრუქტურისთვის და ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია, ესე ვთქვათ, ამათონის სისტემის და ამათონ აპლიკაციის კონფიგურაცია და შესაბამისად ზოგადად გავრცელებული რისკი შეიძლება კონკრეტული კომპანიის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, კონკრეტული კომპანიის შემთხვევაში ბიზნეს პროცესებიდან გამოწვეულ აუცილებლობას წარმოადგენდეს. Vulnerability intelligence-ის ფუნქციონალთან ერთად Tenable Vulnerability Management-ის პლატფორმას დაემატა Exposure Response-ის ფუნქციონალი, ხო, ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბროთ exposure management-ზე, ხო, ანუ მოწყობილობების აღმოჩენაზე, შეფასებაზე, რეიტინგის მინიჭებაზე, პრიორიტიზაციაზე და ასე შემდეგ, თუმცა, ანუ ამ ცოდნასთან და ინფორმაციასთან ერთად აუცილებლად გვჭირდება სამოქმედო გეგმა, ხო, ანუ და გარკვეული ქმედებების და ნაბიჯების ჩამონათვალი, გარკვეული დედლაინი, ხო, ანუ რამდენი დრო გვაქვს იმისთვის, რომ დავფაროთ ეს ჩემთვის ცნობილი რისკები და სკანირებიდან სკანირებამდე ერთი და იგივე რისკებით ოპერირება და ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, მოწყობილობებთან გამკლავება რომ არ მოგვიწიოს. Exposure response, ანუ თავისებურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც დინამიურად გვიჩვენებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში აღმოჩენილ საფრთხეებს და ასევე გვეხმარება, ასე ვთქვათ, remediation პროცესის ორგანიზებაში და remediation პროცესის გაკონტროლებაში. სიტყვაზე თუ დედლაინად გვაქვს დასახული გარკვეული რისკების მიტიგაცია და გარკვეული მოწყობილობების აღმოფხვრა 30 დღე თუ გვაქვს SLA, შეგვიძლია რეალურ რეჟიმში lifetime დავაკვირდეთ, რამდენად ვასრულებთ ამ ამოცანას და შემდეგი გეგმიური სკანირებისთვის კონდეს რეალისტური სურათი, რამდენად, თქვათ, წინა სკანირების დროს, ხო, წინა ასესმენტის დროს აღმოჩენილი საფრთხეებიდან რამდენის გამოსწორება და რამდენის დაფარვა შევძელით და შესაბამისად ახალი სკანირების დროს, ხო, მომტებული
მომატებული ინფორმაციის პირობებში, ხო, დაახლოებით აღმოჩენილი მოწყობილობის პირობებში, remediation action-ების დინამიკასაც პირდაპირ თანაბლის პლატფორმიდან შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ და შევძლებთ, ასე ვთქვათ, ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი remediation გეგმა დავსახოთ კიდევაც და ვაკონტროლოთ კიდევაც. ანუ combinations timeline-ი, ანუ ამ შემთხვევაში combination-ებში, ანუ იგულისხმება, ანუ ის finding-ები, ხო ის დაჯგუფებული კრიტიკული პარამეტრები, რის მიხედვითაც გჭირდება ანალიტიკა, ხო, vulnerability management-ის ანალიტიკას რის მიხედვითაც გვიჩვენებს, ხო, ამ შემთხვევაში ვხედავთ, ანუ თანაბლის მიერ შემოთავაზებულ combination-ებს, თუმცა, ანუ კასტომიზირებულად თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მსგავსი კომბინაციების შექმნა და combination timeline-ზე შეგიძლიათ ნახოთ ბოლო 30 დღის განმავლობაში, ანუ თითოეული პარამეტრის მიხედვით, თითოეული კომპონენტის მიხედვით, რა ცვლილებები განიცადა ჩვენმა დაშბორდმა, ჩვენმა სამუშაო ინსტრუმენტმა, სიტყვაზე რა მოწყობილობები დაემატა, ან სიტყვაზე ამ პერიოდში შეიძლება კრიტიკულობის რეიტინგი და მოწყობილობებთან დაკავშირებული რისკური გაიზარდა, ხო, ანუ შეგვიძლია რეალურ დროში თვალი მივადევნოთ, ასე ვთქვათ, პროგრესს, ხო, როგორც ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედებების კუთხით, ასევე თანაბო research team-ის მიერ აღმოჩენების და ახალი აქტუალური ინფორმაციის დამატების კუთხით, სად ვართ და რამდენი დაგვრჩა, ხო, ჩვენი სამოქმედო გეგმის შესრულებამდე. და როგორც გითხარით, ასე ვთქვათ, managed combination-ის ტაბში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი custom combination-ები შევქმნათ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მარტო ჩვენთვის, როგორც პლატფორმის მომხმარებლებისთვის, shared combination-ები, ხო, ანუ ისეთი კომბინაციების შექმნა, რომელსაც სხვა მომხმარებლებს გაუზიარებთ და შესაბამისად თანაბლის სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი კომბინაციების გამოყენებასაც შეძლებთ, ხო, ანუ community-ის კუთხით, ხო, ანუ interconnectable ფუნქციონალი არის და ანუ თანაბლის მიერ შემოთავაზებული წინასწარ დაკონფიგურირებული კომბინაციები, რომელიც უკვე განვიხილეთ vulnerability intelligence კომპონენტის მიმოხილვის დროს. და ბოლოს, ხო, ანუ ჩვენი ბოლოს დემოს ფინალური ნაწილი კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე finding-ების ტაბს და თქვენი ყურადღება გავამახვილო შეიტვირთოს. AI inventory-ზე, ანუ AI driven მოწყობილობების აღმოჩენაზე, ხო, ანუ ესე ვთქვათ, თანაბლი როგორც მოწყობილობების და რისკების მართვის პლატფორმის შექმნელი არ ჩერდება და ესე ვთქვათ, არ შემოიფარგლება ტრადიციული on-premise ინფრასტრუქტურით, ხო, ანუ ყველაფერი, რაც წარმოადგენს ჩვენი ბიზნეს გარემოს შემადგენელ კომპონენტს, მათ შორის AI და
LLM პროგრამული უზრუნველყოფა, ხო, ну ამ ტიპის ინსტრუმენტების შესაძლებლად Tenable-ს უკვე გააჩნია შესაბამისი პლაგინები, ანუ პლაგინების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ Tenable-ის ვებგვერდზე, ანუ პლაგინების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია და საჯაროდ ცნობილია და შესაბამისად ну ამ კუთხითაც Tenable ფარავს მოსაოდნო საფრთხეებს და მოსაოდნო რისკებს და შესაბამისად თუ დღესდღეობით უკვე აქტიურად იყენებთ ChatGPT-ს ან AI grammar checkers და თუ ასე ვთქვათ თქვენი კომპანიის რისკების შეფასებაში გინდათ ამ პარამეტრების გათვალისწინებაც, ხო, ну ამ ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, Tenable უკვე გვაძლევს ამის საშუალებას დამატებული პლაგინების ხარჯზე, ხო, კონკრეტულად AI და LLM software-ზე მომართული პლაგინების ხარჯზე. კარგით, პრინციპში დემოს ნაწილში სულ ეგ იყო, რისი გაზიარება და რისი ჩვენებაც მინდოდა. ახლა შეგიძლიათ ჩატში მოიწეროთ თქვენი კითხვები, შეგახსენებთ, რომ close-ზე ყავს ჩვენი ვენდორის წარმომადგენელი, როგორც ასე ვთქვათ, ჩვენი account manager-ი, ასევე Tenable-ის ინჟინერი და vulnerability management-თან დაკავშირებით ან Tenable-ის სხვა პროდუქტებთან მიმართებაში თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ ან მე მკითხოთ, ან ასევე შეგვიძლია ჩვენი ვენდორის წარმომადგენლებიც ჩავთოთ. Q&A-ში მანამდე ვნახავ მეტი დეტალების ნახვა ბექა შეგიძლია, მე პრეზენტაციის დროს გაჩვენეთ Tenable Cloud Security-ს, ასე ვთქვათ, პროდუქტი და ცალკე შეგვიძლია Tenable Cloud Security-ს დემო ჩავნიშნოთ და დეტალურად გავიაროთ Kubernetes-ზე, რაც გვთავაზობს Tenable და როგორ შეუძლია Tenable-ს cloud პლატფორმების მოწყობილობების შეფასება, ანუ იქნება ეს ვთქვათ toxical dependencies, იქნება ეს კონფიგურაციების უზუსტობა თუ ასე შემდეგ. კარგით, მეგობრებო, კითხვები თუ გაქვთ, აუცილებლად ჩატში მოიწერეთ, დრო კიდევ გვაქვს ვებინარის დასრულებამდე. კითხვები თუ არ გაქვთ, შეგეცანებთ, რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ Tenable პროდუქტებთან დაკავშირებით, თუ vulnerability management-ის ფუნქციონალმა დაგაინტერესათ უფრო დეტალურად, ან დატესტვა თუ გინდათ Tenable-ის ნებისმიერი პროდუქტის, ჩვენ და ჩვენი ვენდორის სიამოვნებით დაგეხმარებით, კითხვებზეც გიპასუხებთ და ტესტირების პროცესში ჩავერთვებით ძალიან აქტიურად. Save, I just would like to wrap up our session, our webinar. Thank you for attending our today's session and our webinar. I hope we and our customers will meet soon on interesting and complex projects. Thank you, Maiko. Thanks everyone for attending. I just want to say, we have a solution for every single industry. We not like only cover on-prem solution. We cover cloud solution. As you've seen, Maiko, she presented Tenable One. It's our new exposure management platform. This platform is really, let's say, it's easy to use, handy. You can have everything. You can start with the vulnerability management, then after you can add the web application. Then if you have Active Directory or identity to cover,
You can add that to the platform. It's very easy. It's everything in one. You have a great visibility into one platform. So if you're interested to know more, if you have a valid project for next year, please get in touch with Maiko, with 42 Digital. With those as well, we can do a demo session with our security engineer. We can support you in your business case if you have any question regards the license, the pricing. So yeah, thank you very much. I'm very happy to attend my first webinar in Georgia with 42 Digital today. Thank you, Saif. ჩვენ კითხვა გვაქვს Q&A-ში, მაგრამ უპასუხებ, ანუ Tenable One პლატფორმის პლატფორმაზე, როგორც ვახსენე, გვაქვს workaround-ების საშუალება. Tenable One-ის შემთხვევაში, როგორც ვთქვი, Tenable-ს აქვს მოწყობილობის შეფასების ფუნქციონალი შეტევის ჭრილში, ხო? კონკრეტულ შეტევაში, კონკრეტული შეტევისთვის რამდენად შესაძლებელია მოწყობილობის გამოყენება, ანუ ამას attack pathways ფუნქციონალს ეძახიან და ანუ შესაბამისად თუ ჩვენ ვსაუბრობთ breach and attack simulation-ზე, ხო, breach and attack simulation-ი საკმაოდ შრომატევადი პროცესი შეიძლება იყოს. Tenable-ის შემთხვევაში, Tenable-ი შეტევის კონტექსტში გიჩვენებთ, ანუ თქვენი ასეტების არსებული მდგომარეობით მოწყობილობის ჩამონათვალის გათვალისწინებით რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ შეტევის განხორციელება და პლუს ამას გიჩვენებთ შეტევის ანალიტიკას და შეტევის რომელ ეტაპზე, ხო, ანუ Q-chain-ის რომელ ეტაპზე შესაძლებელია მოწყობილობის გამოყენება და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს კონკრეტული მოწყობილობის ექსპლუატაცია. კიდევ ერთი კითხვა გვაქვს, კარგია რომ კითხვების კუთხით გავაქტიურდით. რა პერიოდობით ხდება Tenable-ის vulnerability ბაზის განახლება? Tenable-ის vulnerability ბაზის განახლება ხდება live რეჟიმში ხდება, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ Tenable-ის research team-ი, Tenable-ის გუნდი მუშაობს 24/7 რეჟიმში და როგორც კი ცნობილი გახდება ახალი მოწყობილობის შესახებ და წყაროები, ანუ Tenable-ის სხვადასხვა წყაროებს ამუშავებს, როგორც public resource-ები, ანუ ახალი ამბები, პლატფორმები, security platform, information platform-ები, ასევე dark web ფორუმები და უშუალოდ შეტევების შესახებ რეპორტინგი, ხო, ანუ ამ source-ების, ამ წყაროების დამიღებული ინფორმაციის აკუმულირებით Tenable ანახლებს თავის vulnerability ბაზებს. კი ბატონო, Tenable-ის სხვადასხვა პროდუქტის შესწავლის შემთხვევაში ერთ გარემოში იქნება ყველა ლიცენზია თუ ცალ-ცალკე, ანუ მაგალითად Tenable One-ის და Tenable Vulnerability Management-ის ქონის შემთხვევაში ერთ გარემოში იქნება თუ სხვადასხვა გარემოში. ანუ Tenable One-ის პლატფორმის ხიბლი და Tenable One-ის ესე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი იმაშია, რომ შეგვიძლია ყველა ლიცენზია და ყველა პროდუქტი ვმართოთ ერთიანი კონსოლიდან, აი ბარემ კიდევ ერთხელ გავაზიარებ ეკრანს, რომ გაჩვენოთ, ანუ workspace-ებში Tenable One-ის სამართავ კონსოლში როცა შევდივართ, და Tenable workspace-ის გვერდზე ხედავთ Tenable-ის პროდუქტების ჩამონათვალს, პირდაპირ შეგვიძლია გადავიდეთ vulnerability management-ზე, ან identity exposure-ზე, attack surface management-ის პლატფორმაზე, cloud security-ზე, ან attack path analysis
პრიორიტიზაციის ასე ვთქვათ გზამკვლევს ხო ანუ ყველაფერი ყველა პროდუქტი ხო და ყველა ფუნქციონალი იმართება ერთი პლატფორმიდან და პლუს ამას ანუ vulnerability management-ის კუთხით თუ სიტყვაზე თქვენ დააკვირდებით tenable vulnerability management-ის dashboard-ებს შეგიძლიათ ანუ ამ dashboard-ზე გამოიტანოთ და ამ dashboard-ში გამოიყენოთ Tenable-ის სხვა პროდუქტებიდან მიღებული ანალიტიკა და Tenable-ის სხვა პროდუქტებიდან მიღებული ინფორმაცია. Plus ამას finding-ებში აი ყველაზე მარტივი მაგალითი finding-ებში თუ თქვენ vulnerability management-თან ერთად იყენებთ web application scanners, Tenable-ის application scanners, web application scanner-ის finding-ები იმავე პლატფორმაში გამოგიჩნდება, ну, რაც სამართავად საკმაოდ კომფორტულია და პლუს ანუ ისევ და ისევ ანალიტიკის კუთხით ну dashboard-ების ან ასე ვთქვათ compliance report-ების ჭრილში, ხო, ყველაფერი ერთიანი პლატფორმიდან იმართება და Tenable One-ის შემთხვევაში სხვადასხვა პროდუქტი მონაცემების და ინფორმაციის source-ია Tenable-ისთვის. შემდეგი კითხვა აქვს თუ არა Tenable VMs, რომელიმე patch management-თან ისეთი ინტეგრაცია, რომ Tenable-ის პორტალიდანვე გაუშვათ განახლებები, რომლებიც აკმაყოფილებს ნაპოვნ მოწყობილობებს. ანუ Tenable-ის შემთხვევაში როგორც ვახსენე remediation-ის კუთხით Tenable-ს ანუ ვთქვათ გეგმაში აქვს აქტიური remediation-ის ფუნქციონალის დამატება, თუმცა დღესდღეობით API-ით შეგვიძლია დავაკავშიროთ Tenable-ი ჩვენს არსებულ პროდუქტებს, ხო, ანუ ასე ვთქვათ patch management-ი იქნება თუ სხვა პლატფორმა, ხო, თქვენ security პროდუქტების ჩამონათვალში და შესაბამისად API-ის ხარჯზე და native ინტეგრაციების ხარჯზე შეგიძლიათ ასე ვთქვათ დააკავშიროთ პლატფორმები ერთმანეთს და გაუშვათ patching-ზე, ანუ აღმოჩენილი მოწყობილობები. Ну, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, წინასწარი ანალიტიკის შემდეგ. ხო, პრინციპში ეგარის. კიდევ თუ გაქვთ კითხვები, ცოტა დრო დაგვრჩა ვებინარის დასასრულამდე და სიამოვნებით გიპასუხებთ. Say we have a bunch of questions, so No, I try to it's answer our clients' questions. Of course, yes, no problem. Also, Mayiko, there is in our website, so they can compare the product as well. So if they go to products and then they can compare, you know, the products, so give them all the capability, the difference between every single product. Also, they can download the data sheets. It's very useful. And then if they're interesting to know about the license size for every single product, what's the minimum, we can support them on that as well. Thank you, Saif. და გარდა ამისა, თქვენი ინტერესი დასრულების შემთხვევაში Tenable-მა დაამატა self-paced demo-ების ფუნქციონალი საიტზე, ანუ თუ სიტყვაზე გაინტერესებთ პროდუქტი, მაგრამ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რამდენად ასე ვთქვათ, დეტალურად გაინტერესებთ და თქვენი ეს პროდუქტი თუ არა, შეგიძლიათ 5 ან 10 წუთიანი demos ფორმატში მიმოიხილოთ პლატფორმა და შემდეგ უკვე უფრო კონკრეტული და უფრო კონკრეტული კითხვებით მოგმართოთ ჩვენ და ჩვენ უკვე სრულყოფილ დემოსაც ჩაგიტარებთ და სრულყოფილად დაგეტესტინებთ პროდუქტის ფუნქციონალს. კიდევ ერთი კითხვა გვაქვს, რამდენად მარტივად იბავს მაგალითად Tenable One-ის სხვა ვენდორებს კონექტორებთან, მაგალითად Tenable One სხვა ვენდორის EDR, XDR-ს. ანუ ისევ და ისევ ანუ გააჩნია vendors, ხო, ანუ Tenable-თან, ანუ Tenable-ს აქვს ინტეგრაციების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი. შემიძლია ერთი წამით ჩანიშნული მაქვს და დაბუქმარქებული მაქვს ეს ინტეგრაციები და ბარემ გაჩვენებთ. ინტეგრაციების სია.
მაგალითად, ანუ სანამ ლინკს გავხსნი, მაგალითად, ანუ Tenable-ის მომხმარებლებისთვის ალბათ ცნობილი იქნება credential scan-ის ფუნქციონალი Tenable-ის და ანუ გვაქვს ასე ვთქვათ ორი ალტერნატივა credential scan-ის შემთხვევაში, როცა კონკრეტული მომხმარებლის უფლებებით, მომხმარებლის სახელით და პაროლით, ხო, კონკრეტული მომხმარებლის user-ით ვახორციელებთ სკანირებას და ნუ ეს credential-ები, ანუ მომხმარებლის credential-ები შეგვიძლია შევინახოთ Tenable-ის პლატფორმაზე ან პირობითად გამოვიყენოთ არსებული password vault-ები ან PAM solution-ები, ანუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მაგალითია ინტეგრაციების. და ანუ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ out of the box ინტეგრაციების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ Tenable-ის საიტზე, ანუ ამ შემთხვევაში უფრო ასე ვთქვათ ticketing სისტემებთან ინტეგრაცია იგულისხმება, ან იგივე PAM solution-ებთან, ხო, როგორც მაგალითში ვახსენე ანუ CM-თან ინტეგრაცია და ანუ EDR-ის და XDR-ის შემთხვევაში ალბათ უფრო API-ის გამოყენება იქნება რელევანტური თქვენს კონკრეტულ EDR ან XDR solutions რომ მოარგოთ Tenable-ის ფუნქციონალი. Chat-ში ჩავავედებ ინტეგრაციების ჩამონათვალს, Tenable-ის დოკუმენტაციას. კარგი. კიდევ თუ გაქვთ კითხვები, გიპასუხებთ, თუ არა და დაგემშვიდობებით და დავასრულოთ დღევანდელი ვებინარი. კითხვები არ გვაქვს. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და მალე შევხვდებით. Thank you again for attending our webinar and goodbye. Bye-bye. Thanks.